მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ გაზაფხულის სიახლეებთან დაკავშირებული ბოლო ვიდეო ჩანაწერი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, კერძოდ ბოლო სამეულისთვის. ესენი არიან თხის რქები, მერწყულები და თევზები. და მოდით ვნახოთ, რა სიახლეებს სთავაზობს ამ წლის გაზაფხული ამ სამ ზოდიაქოს ნიშანს. პირველი თხის რქები, მერწყულები და თევზები. თხის რქებისთვის ვფიქრობ, არაფერი ისეთი უჩვეულო არ ხდება ამ წლის გაზაფხულზე. ზოგადად ვინც ასე თუ ისე ჩახედულია ასტროლოგიაში, ყველა მიცის, რომ ზოდიაქო თხის რქა იმართება პლანეტა სატურნით და სატურნი ეს არის შრომის მოყვარეობა, დისციპლინა. სატურნი ასევე მართავს დროს, ურთიერთობას სახელმწიფო ორგანოებთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან, სახელისუფლებო ორგანოებთან, ხანდაზმულ ადამიანებთან. ზოგადად ყველაფერი ის, რაც დროში გამოცდილია, რაც დაკავშირებულია სისტემურ მიდგომებთან, დროსთან, ასაკთან შესაბამისად და ასევე დისციპლინასა და შრომის მოყვარეობასთან. თვითონ ზოდიაქო თხის რქა, რა თქმა უნდა, პირადი რუკა გასათვალისწინებელია და ყველაზე ესეთი განზოგადებული მიდგომა, რა თქმა უნდა, არ მუშაობს, მაგრამ ზოგადად თხის რქები საკმაოდ დისციპლინირებული, ძლიერი, ესეთი მმართველობითი ხასიათის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც უცხო არ არის შრომა, პასუხისმგებლობების აღება საკუთარ თავზე და მიცემული სიტყვის შესრულება, ხომ? თხის რქა, როდესაც იტყვის რაღაცას, რომ მე ამას გავაკეთებ, დიდწილად თუ რაღაცა ისეთი ფორს-მაჟორი არ მოხდა მის ცხოვრებაში, ის აუცილებლად შეასრულებს მიცემულ სიტყვას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საკმაოდ დიდ თხის რქებისთვისაც კი უჩვეულო და ჭარბ, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობებს ვხედავთ პირველივე არკანში. ხომ, ეს არის კვერთხების 10-იანი, როდესაც ადამიანი პირდაპირ მნიშვნელობით, ესე ვიზუალურადაც ამას გვესაუბრება ეს არკანი, პირდაპირ მნიშვნელობით დატვირთულია პასუხისმგებლობებით, იმაზე მეტი აქვს თავის თავზე აღებული, ვიდრე რეალურად ერთმა ადამიანმა უნდა გააკეთოს და ვიდრე რეალურად ერთი ადამიანის გასაკეთებელია, ხო? არსებობს გარკვეული ლიმიტი, რომელსაც როდესაც გაცდება ჩვენი სამუშაო რეჟიმი იქნება ეს თუ სხვადასხვა სახის პასუხისმგებლობების შესრულება, უკვე ადამიანი დგას ერთგვარი ენერგეტიკული გადაწვის წინაშე და ჩვენ სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვხედავთ ამ კონკრეტულ არკანში მოცემულ ადამიანს, რომელსაც ძალიან დიდი ტვირთი მიაქვს და არის ძალიან დატვირთული. ხომ, ამ თვალსაზრისით შემიძლია ესეთი რამ თქვა, რომ გაზაფხული შესაძლებელია თხის რქებისთვის დაიწყოს საკმაოდ დატვირთულ რეჟიმში, პასუხისმგებლობების შესრულების რეჟიმში, რაც 100-ია თუ ისეა ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება. ყოველ შემთხვევაში ეს არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გაცილებით მეტს გასცემს, ვიდრე იღებს. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელდება, თქვენ ეს პროცესი რა სფეროსთანაც არ უნდა იყოს, ცხოვრებისეულ სფეროსთან ეს ყველაფერი დაკავშირებული, მოგცემთ საკმაოდ დიდ გამოცდილებას, შეგძენთ ძალას, იმიტომ რომ შემდგომ არკანში ჩვენ უკვე ვხედავთ ადამიანს, რომელმაც გამოიარა ეს პროცესი, უკვე რაღაც მონაპოვარსაც ფლობს, თავისი ტერიტორია აქვს შემოხაზული, შემოღობილი, თუ შეიძლება ასე ითქვას. ამ არკანს ასევე ეწოდება კროულის დასტა თუ არ ვწდები strength, ძალა, ანუ ამ მდგომარეობიდან, პირველი არკანის მდგომარეობიდან თქვენ მიიღებთ ისეთ გამოცდილებას და გაკვეთილს, რომელიც მოგცემთ ძალას, მოგცემთ გარკვეული მდგომარეობის ფლობის
შესაძლებლობას, ფლობის სტატუსს, სადაც თქვენ უკვე თქვენი რეალობის მმართველი ხდებით და თქვენს ტერიტორიას, თქვენს უფლებებს, თქვენს უკვე მოპოვებულ მდგომარეობას ასე მარტივად აღარ დათმობთ, ხომ? აი, ადამიანი დგას თავისი ტერიტორიის, თავისი საზღვრების დაცვის მდგომარეობაში, ანუ ის, რაც მოვიპოვე, ის უნდა დავიცვა. აი, ესეთი მდგომარეობა აქვს. თუმცა მესამე არგანში გაცილებით უკეთეს მდგომარეობას ვხედავთ, კიდევ უფრო უკეთეს, ანუ რაღაცა ნაბიჯ ეტაპობრივად იცვლება ამ წლის გაზაფხულზე თხის რქების ცხოვრებაში, თუ ყველაფერი შედარებით უფრო მძიმედ დაიწყო, განვითარებაში, დინამიკაში ვხედავთ უკვე ისეთ მდგომარეობას, როდესაც ადამიანს აქვს აბსოლუტური ფლობის მდგომარეობა, ხო? ეს შეიძლება იყოს დაწინაურება სამსახურებრივად ან დაწინაურება ზოგადად ცხოვრებისეულ პოზიციებში, ხო, ცხოვრებაში. ადამიანი, რომელიც მართავს თავის რეალობას, აბსოლუტური კონტროლი აქვს უკვე აღებული სადავეები თავისი ცხოვრების მართვისზე, სადაც ის არის ყველაფერი, ხომ? არ არსებობს ხელშემშლელი გარემოებები, არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მის ამ მდგომარეობას შეუშლიან ხელს და არ არსებობს წინააღმდეგობები, რომელსაც ეს ადამიანი ვერ დაძლევს, ან არ დაძლევს, ხომ? ეს ასევე შესაძლებელია დაკავშირებული იყოს მოგზაურობასთან, გადაადგილებასთან და გარკვეულ არა მხოლოდ გზის მაჩვენებელია არკანი-ეტლი, არამედ ეს არის დაწინაურებული ადამიანი, ხომ? დაწინაურებული იმ კონკრეტულ სფეროში, რა სფეროშიც თქვენ თითოეულმა ადამიანმა, ხო, ყველა თხის რქას, რა თქმა უნდა, ვინც მოისმენს ამ ვიდეო ჩანაწერს, ერთი მდგომარეობა არ ექნება, ერთი სფერო არ ექნება აქტიური. შაბლონები და სიტუაციები სხვადასხვა ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვანაირად გადათამაშდება, მაგრამ ენერგიები არის ერთი, ხო? იწყება დატვირთულობით, შემდგომ გარკვეული უფლებების, გარკვეული პოზიციების და საზღვრების მოპოვებით, საზღვრების გავლებით, ანუ რაღაცა საზღვრის იქით უკვე თქვენი მდგომარეობაა, თქვენი ქონებაა, თქვენი საკუთრებაა, თქვენი პოზიცია, რომელსაც იცავთ და ესე მარტივად იქ ვერავინ ვეღარ შემოიჭრება და შემდგომ უკვე არკანი-ეტლი, რომელიც არის გამარჯვების, წინსვლის, წარმატების, მოგზაურობის და მართვის არკანი, ხო? დაწინაურებული ადამიანი, რომელიც არის მმართველი თავის ცხოვრების. ეს შეიძლება შეეხებოდეს სამსახურში დაწინაურებას, შეიძლება შეეხებოდეს მოგზაურობას სხვა ქვეყანაში, შეიძლება შეეხებოდეს ოჯახში თუნდაც გარკვეული პოზიციების გამყარებას, თქვენი სტატუსის ამაღლებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ვფიქრობ, საკმაოდ ისეთი დინამიური ინფორმაცია მოგაწოდეთ თხის რქებს და მოდით ვნახოთ მერწყულების ცხოვრებაში რა ხდება, ხო? მერწყულების ცხოვრებაში ესეთ რაღაცას ვხედავთ, რაღაცა ტრანსფორმაცია მოხდება თქვენს ცხოვრებაში. პირველივე არკანი ამაზე საუბრობს, ტრანსფორმაცია, რომელიც დაკავშირებული იქნება სულიერ გამოგვიძებასთან, გაცნობიერებასთან, რაღაც თემების, წარსულის გაშვებასთან, გადახარშვასთან, უბრალოდ გარკვეული მოვლენებისა, რომელიც რა თქმა უნდა უკავშირდება თქვენს წარსულს. და ამავდროულად რამდენადაც ეს არის გაცნობიერების, გაანალიზების, ტრანსფორმაციის არკანი და ზოგადად ეს კომბინაცია არკანების, ასევე შესაძლებელია აქ საუბარი იყოს წარსულიდან კონკრეტული ადამიანის დაბრუნების ან წარსულში არსებული სიტუაციის განმეორების. შეიძლება იყოს ეს სხვა ადამიანი, სხვა შაბლონი მომავალში ამ წლის გაზაფხულზე, მაგრამ ძალიან გავდეს ეს ყველაფერი იმას, რაც იყო თქვენს წარსულში, ხო? ეს არის რაღაცის ძველის გაშვება, გაანალიზების და ტრანსფორმაციის გზის გავლით და ამავდროულად რაღაცა ახლის შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, ახალი ენერგიების შემოსვლა თქვენს ცხოვრებაში, რომელიც შესაძლებელია გავდეს გარკვეულწილად წარსულის ეპიზოდებს და იყოს იმ წარსულის განმეორება, ოღონდ სხვა დონეზე, სხვა level-ზე, იმიტომ რომ თქვენ გამოცდილი ხართ უკვე, ის რაც იყო წარსულში შეიძლება იყო პირველი ნაბიჯები, სადღაც შეცდომაც შეიძლება დაუშვით
ახლა იგივეს იმეორებთ, ოღონდ სხვა დონეზე, ხო? ეზოთერიკაში არის ესეთი მიდგომა, რომ ადამიანი ესე სპირალურად ვითარდება, ხო? ანუ ჯერ როგორც დედამიწა, თქვა, თავის ღერძის გარშემო ტრიალებს, მერე მზის გარშემო ტრიალებს, აი ესე სპირალურად ვითარდება ადამიანი, ხო? ადის ზემოთ. ევოლუცია ესე ხდება. ამიტომ შესაძლებელია ის, რაც ჩვენ ცხოვრებაში იყო წარსულში და რაღაცა გამოცდა ჩავაბარეთ, რაღაცა გავიარეთ, ხო, ეპიზოდი ცხოვრების და მეტნაკლებად, ასე ვთქვათ, პირობითად 10 ბალიანი შკალიდან ჩავაბარეთ 8-ზე. 8 ქულა მივიღეთ, ხო? შემდგომ იგივე განმეორდა ჩვენ ცხოვრებაში, მაგრამ უკვე სხვა დონეზე, იმიტომ ჩვენ ზურგს გვიმაგრებს ჩვენი წარსული გამოცდილება, ხო? ამიტომ ამ შემთხვევაში უკვე სხვა განვითარებით, სხვა გამოცდილებით ვუყურებთ ამ თემას, ვუშვებთ ნაკლებ შეცდომებს და რა თქმა უნდა არსებობს წარმატების უფრო მაღალი შანსებიც. ამ შემთხვევაში ეს ორი არკანი საინტერესოდ დაჯდა ერთმანეთის გვერდზე. დიდწილად არა ყველა შემთხვევაში, მაგრამ რიგი მერწყულების შემთხვევაში ეს შესაძლებელია დაკავშირებული იყოს განქორწინება ქორწინების თემასთან, ან ისეთი ურთიერთობების თემასთან, რომელიც დაკავშირებულია გრძნობებთან, ემოციებთან, სიყვარულთან. იყო რაღაც წარსულში, რამაც შესაძლოა არც თუ ისე არც თუ ისე დიდი წარმატება მოგიტანათ პირადი ურთიერთობების კუთხით, თუმცა თქვენ ეს გაანალიზეთ. გაუშვით ეს ყველაფერი წარსულში და ახლა შემოვიდა თქვათ ახალი ადამიანი, რომელთანაც გსურთ ურთიერთობა, გსურთ სიყვარული, გსურთ პარტნიორობა და სწორედ აი ეს არკანის სამართლიანობაც მიუთითებს იმას, რომ შეიძლება შეეხებოდეს ურთიერთობების თემატიკას, ოღონდ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია სიყვარულზე, ნამდვილ სიყვარულის პოტენციალზე და სხვათა შორის თასების ტუს ეზოთერიკები ასევე განიხილავენ როგორც ბედის საჩუქარს, ან საჩუქარს ზოგადად და რჩევა ალბათ მერწყულებისთვის იქნებოდა ის, რომ ის, რაც თქვენ ვერ დააფასეთ, ვერ დაინახეთ, თქვენი გამოუცდელობის გამო, ან სულსწრაფობის გამო, ან რაღაცეების გამო შეიძლება აქ პარტნიორმაც დაუშვა შეცდომები მეორე მხრიდან, ხო? ამ შემთხვევაში რჩევა იქნებოდა ასეთი, რომ ამ საჩუქარს ხელი არ კრათ, მაქსიმალურად გამოიყენეთ, ანუ მიიღეთ ეს საჩუქარი, მოუფრთხილდით, უფრო სწორედ გამოყენება ახლა ცუდად ვიხმარე ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ თასების ტუზი ეს არის პოტენციალი სიყვარულის, რეალური გრძნობების, ნამდვილი ემოციების, ყველაფერი ის, რაც არის ნამდვილი და მოდის გულიდან. აი, ხედავთ, რომ ესეთი ვიზუალურადაც ესე გამოიყურება, ხო? ამიტომ ვფიქრობ, რომ საინტერესო გაზაფხული გელოდებათ მერწყულებს, უფრო ვფიქრობ, რომ შეეხება ეს ტრანსფორმაციას, პიროვნულ ზრდას, განვითარებას და პირად პარტნიორულ ურთიერთობებს. და მოდით ვნახოთ თევზების შემთხვევაში რას ვხედავთ. თევზების შემთხვევაში ამ წლის გაზაფხულზე შემოვა ერთგვარი იცით როგორ რაღაცას ვხედავ, თითქოს ენერგიის ნაკლებობა მოდის ამ ყველაფრიდან, თითქოს რაღაცა სისუსტეს, ენერგიის ნაკლებობას, ანუ შესაძლებელია ეს იმ ტრანზიტიდან გამომდინარეც არის, რომელიც ასტროლოგიურად კარგად ჩანს, ეს არის სატურნის ტრანზიტი თევზებში. სატურნი როგორც აღნიშნე, ეს არის პასუხისმგებლობები, სირთულეები, გარკვეული შეზღუდვები, ენერგიის ნაკლებობა. ამიტომ შესაძლებელია ეს რაღაცა გარკვეული ხანგრძლივობით, ხო, სატურნი საკმაოდ მელა მოძრაობს და დროში იწყება მისი ტრანზიტები, ამიტომ შესაძლებელია ეს ყველაფერი ამ წლის გაზაფხულზე კი არ ხდება და მოხდება, არამედ მოდის წარსულის შლეიფის საკთან წარსულიდან მოყვებათ ეს ყველაფერი, რამაც საბოლოოდ ერთგვარად ენერგოტონუსი დაგიგდოთ თითქოს. აქ ჩვენ ვხედავთ კარის კარტებს, ესენი არიან კონკრეტული ადამიანები, შესაძლებელია ეს იყოს პირველივე არკანში ჩვენ ვხედავთ კვერთხების დედოფალს, ეს არის საკმაოდ ძლიერი ქალი, რომელიც კომბინაციაში მაფიქრებინებს, რომ შესაძლებელია არის ან იყო ესეთი კონკრეტული პიროვნება თქვენ ცხოვრებაში და უფრო დაკავშირებული თქვენთან ან ოჯახურად,
და თუ მაინც და მაინც ოჯახის წევრი არ არის, მაშინ შესაძლებელია აი რაღაცა ისეთი ადამიანი, რომელიც დაკავშირებულია თქვენს ოჯახის წევრებთან ან თქვენს ოჯახურ ურთიერთობებთან. აი ესეთ პიროვნებას ხედავ მე აქ, რომელიც გარკვეულ არასასიამოვნო ენერგიებშია თქვენთან მიმართებაში, რომელიც გაცლით ენერგიას და რაღაცნაირად გძაბავთ. ხომ თითქოს აი ხელფეხ შეკრულ ადამიანს ხედავთ, რომელსაც არ აქვს გასაგანი. ეს შეიძლება იყოს დაძაბული ურთიერთობა, როგორც აღვნიშნე, ან ოჯახის წევრთან, ან ოჯახთან დაახლოებულ პირთან. რიგ შემთხვევაში შესაძლებელია ასეთი ადამიანი იყოს დედა, მშობელი თუნდაც, რომელთანაც ასრთა სხვადასხვაობის გამო მიდის, ვთქვათ, კონფლიქტური სიტუაციები და ეს თქვენ ძალიან გძაბავთ და გთრგუნავთ. ან შეიძლება ეს იყოს ასაკით უფროსი ქალი, ან გარკვეული სტატუსის მქონე ქალი, რომელიც თავის აზრებს გახვევთ თავზე და ეს თქვენ ძალიან არ გსიამოვნებთ. ადამიანი, რომელიც თქვენს მიმართ არ მოდის თანხვედრაში, თქვენთან ენერგეტიკულად გიწევთ მასთან კონფლიქტურ მდგომარეობაში ყოფნა, ან ვთქვათ, გიძაბავთ სიტუაციას ცხოვრებაში. ყველა თევზის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ეს ერთი ადამიანი არ იქნება, სხვადასხვა ადამიანები შეიძლება იყვნენ, სხვადასხვა სტატუსის მქონე ადამიანები თითოეული მსმენელის შემთხვევაში, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს არის მოცემულობა, როდესაც არიან ჩვენს ცხოვრებაში, ანუ თქვენს თევზებს მოვიაზრებთ თქვენს ცხოვრებაში ესეთი ადამიანები, რომლებთან კონტაქტიც, რომელთა არსებობა თქვენს სივრცეში გიგდებთ ენერგოტონუსს, გაცლით ენერგიას, გბოჭავთ, გიბორკავთ ხელფეხს და არ გაძლევთ განვითარებისა და ასე ვთქვათ წინსვლის შესაძლებლობას, იმიტომ რომ როდესაც ენერგია არის დაბლა, ჩვენ ვართ რაღაცნაირად დაღლილი თითქოს ხელფეხს შეკრული, უკვე ადამიანს უჭირს მერე აქტიური ცხოვრების წესით ცხოვრება. ამიტომ მე გირჩევთ, რომ მაქსიმალური დისტანცირება მოახდინოთ აი ესეთ ადამიანებთან. აი ესეთი პროგნოზი მოგცა, ტარომ თევზებთან დაკავშირებით ამ წლის გაზაფხულის ენერგიები იყო თემა. თუ მოგეწონათ ვიდეო და რეზონირდა თქვენთან, ჩემო მეგობრებო, ჩემი თქმა იქნება დაალაიქოთ და გააზიაროთ ვიდეო, ხოლო უახლოეს დღეებში მე საინტერესო ვიდეო ჩანაწერებს შემოგთავაზებთ ამ თვის, ანუ 2025 წლის მარტის თვის მთვარისა და მზის დაბნელებებთან დაკავშირებით. ეხლა კი დაგემშვიდობებით, დროებით შეხვედრამდე.